აღერიდა მამისა და დაცისა და სულისა თმისა. როცა ჩვენში ღმერთია ადამიანში არის სიხარული, სიყვარული და როცა ჩვენში ღმერთი არ არის ფოთი, სიძულვილი, ნერვოზი, უძილობა. ახლა მოიყვანა მშობელმა თავისი გოგო და ეს გოგო ვერ ლაპარაკობს ისე არა უნდა თამაში მშობელმა. ეს რაღაც გამაგებინა ძლივს რომ სიტყვები ესმის სატანა ასე და შეშინებულია ხილვებს ხედავს ხო და ზოგიერთების მინდა უთხრა რომ ვინც ესე იგი მოწმენები ხართ არ ძოს რა დაუჭიროთ ხილვას ხედავდნენ წმინდანები 20-30 წლის მოღვაწეობის შემდეგ და ზოგი სახარებას კითხულობს და ანგელოზების ნახვა უნდა და მე მოიყვან სიმეონ მესვედის მაგალითს რომელიც 57 წელი იყო გამარტოებით ხია მესვედე იყო ხიაცის ქვეშ და ასეთ ადამიანს ატყუებს ბოროტის სული გამოეცხადება ქრისტეს სახით და ფაიტონით და უნება რომ სადახარო წაგიყვანაო და ეს მართლაც დაიჯერებს რომ ეს ფაიტონი იყო და გადადგავს ფეხს მაგრამ შევა ხონდა პეჟის წერის და გაქრება ეს ვითომ ქრისტე და ის ფაიტონიც ამიტომ არ იფიქროთ არასდროს თუ მოწმენები ხართ რაღაცა ნახოთ თუ 64-ში მოხდები ყველაფერს ნახავი ანგელოზზე დროზე ადრე არ არის ეს საჭირო ხილვები ქონდა წმინდანებს 20-30 წლის მოღვაწეობის შემდეგ რაღაც სახარებას უკითხულობ და ესე იგი სრული იქონდესო ნახვა ანგელოზები ეს არასწორია შეუნდა ნახო შეიცოდვები ან არა მარტო გონებით არამედ გულით ესაა აუცილებელი რაც შეეხება იმ ადამიანებს იმ მშობლებს ვისაც ასეთ მდგომარეობაში ყავს ახლა დღეს მოიყვანეს გოგო ვერ ლაპარაკობს ცივს გამაგებინა რომ ესე იგი შთაგონებებია ხანხმები ესმის რომ ეს რა ქვია ასე იგი ბოროტი შეუვიდა და თუ კიდე ანგელოზი იყოს შენს თუ ხილვებს გჯერა ვიღაცას ეს წინა მე გონდება რა უნდა დაიჯერო შამის თუ კიდე რაც მეცეხება მეტი რო ხლაბია თვალებისთვის ხილვოდის ხდება როცა კითხულობ წმინდა ივანე ოქრობის გამარტებას როცა კითხულობ წმინდა თეობალდე ბულგარის გამარტებას როცა კითხულობ ეფრემ ასურს ისააკ ასურს აბა დოროთეს წმინდა მამებს აი ცენზურა რო არის ტელევიზორში რა მივიღეთ ამ 30 წლის განმავლობაში რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მე გამიხარდა რომ მივიღეთ თავისუფლება მაგრამ როგორ გამოვიყენეთ ქართულმა თავისუფლებას ზოგიერთმა მასმედიამ გაგვინადგურა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სიძვა მუშობის ბილსიტყვაობის პროპაგანდით და სისასტიკის აი ეს ფილმები რომ არის ჩინური იაპონური თუ სხვა ესე იგი სადაც ადვილად პავენ ერთმანეს ის ხოსიათი ან მუთმები ავიღოთ ისეთი მუთმები არის ინტერნეტში რომ ბავშვები მოყავთ 5-8 წლის ბავშვები ესე იგი შიშები აქვთ და ფსიქიატრთან მისაყვანია ამიტომ გავაკონტროლოთ ასუყურებთ ჩვენი შვილები და კარგიც რო იყოს ეს ადეთო 9 საათი 1 საათზე მეტი არ აყურებიოთ სხვა რამეთი გაართოთ თქვენი ბავშვი იმიტომ რომ გამოსხივება აქვს იმას ექიმებისგანაა ესე იგი ცნობილი რომ დიდხანს ყურებით ესე იგი შლუგდება გონება ასევე კარგსაც უყურო მთელი დღე თუ ოთახში დაждები შეგერღება ფიზიკური ჯანმრთელობა ცნობილია რომ აი რამდენს უთქვია რომ რაც სიარული დავიწყეო კარგად გავხდიო და ამ დროს სულ ექიმებთან დავდი არაფერი არ მშველოდაო რაცა უნდა წამლები სვა და ჯანმრთელობაზე იფიქრო თუ ოთახში დაждები შეგერღება ჯანმრთელობა როგორც ახლა წყალი თუ გააჩერე მყარდება მოძრავი უნდა იმოძრავოს წყალმა რომ არ გაფუჭდეს როგორც სხეულს აქვს თავის თვისებები ასევე სულს აქვს თავის თვისებები რომ თუ შენ არ ლოცულობ თუ შენ ღვთისმსემლებს არ იცავ ხდები შეღლობილი და თუ ასეთი შვილი გვყავს შეღლობილი და თვითონ ვერ ლოცულობს და უნდა გავაკეთოთ მინდა მივყვადოთ ან მეუფე იობთან ან მამა აკაკისთან ან ვინც კეთებულს კითხულობს იავ კითხულობ კეთებულს მაგრამ ჩემთან რომ მოყავთ კითხულობ ცირე აიაზმას კითხულობ პარაგლის მამა წმინდანის და მამა ანტონისა და შველი ამით პარაგლისის კითხვით ცირე აიაზმის ასე მშობელს ურჩევ თუ არა ეკლესიური თუ გახდეს ეკლესიური გახდეს ლოცველი ნათქვამია დედის დოსვას ისმენს ღმერთის სიყვარულით დოსვას ღმერთი და ნაგურწალი თუ არა გვაქვს ნაგურწალი ვასვა ჩვენ თვითონაც დავლიოთ ჯამში წყალი ჩავასხათ ჩავაწვეთოთ ვაკურთხოთ ჩვენ ბავშვს
ჩვენ ჩვენას დავლიოთ წელიწადში ერთხელ მაინც ვაკურთხებინოთ, ერთხელ საკმარისია. სახლი ვაკურთხებინოთ და ხშირად ვამბობ, როგორც ახლა ჩვენი მონასტერი არის ზღვის დონიდან 1200 მეტრო. აქაური ჰაერი, კაია ფიზიკური შემთხვევების და თბილისში არის საშინელება. ყველა ესე იგი ბუღია გამონაბოლქვების საშინელება ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ასევე სულიერი ჯანმრთელობა თუ გინდა, სიშვიდე და სიყვარული თუ გინდა რომ გქონდეს, შენში უნდა იყოს ღმერთი და შენში რომ ღმერთი უნდა იყოს. როგორც გემოდების ცნობები ახდენენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ზეგავლენას ასევე თუ გინდა რომ ღმერთი იყოს შენში, თავისუფალი დრო როცა გაქვს. მადლობა ამას თუ ინტერნეტია, ტელევიზორია, მანქანის რო ხარ 105 და 5-ზე საეკლესიო არხია. თუ სახში ხარ 105 და 4-ზე. და როცა უსმენ გალობებს, წმინდათა ცხოვრებებს, ხადაგებებიც არის თუ კითხვა გეზარება, მამაფერი მასურის, ისააკ ასურის. ხო ბედნიერება ეს, ამის საშუალება ჯერჯერობით გვაქვს და გამოვიყენოთ ესა. მეთქმა დაგოსვეთ ჩვენთან არის ღმერთი.